4 ოქტომბერს არჩევნებზე მისული მოსახლეობა ახალ საკრებულოებს და ახალ მერებს აირჩევს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაარეგისტრირდა და პარტიული სიები წარადგინა ჯამში 5 პარტიამ. ქართული ოცნება, ლელო, პატრიოტთა ალიანსი, კონსერვატორები და გახარია საქართველოსთვის. ეს იმ პარტიების ჩამონათვალია, რომლებიც წელს ოზურგეთის საკრებულოში ადგილებისთვის იბრძოლებენ და ამისთვის ჯამში 53 მაჟორიტარობის კანდიდატებით წარადგინეს, რომელთა დიდი წილი ქართულ ოცნებას ეკუთვნის. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, კანდიდატები ამ შემთხვევაში მხოლოდ ქართულ ოცნებას და გახარია საქართველოსთვის ყავს. ქართულმა ოცნებამ და კონსერვატორებმა არა, მაგრამ დანარჩენი 3 პარტიის წარმომადგენლებმა გურია ტივის ეთერიდან მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო გეგმები გააცნეს და იმ პრიორიტეტებზე ესაუბრნენ, რა მიმართულებითაც მუშაობა გამარჯვების შემთხვევაში აქვთ დაგეგმილი. თავარი რაც უნდა გააკეთდეს, ეს არის საკრებულოს ფუნქციის გაზრდა, მისი ავტორიტეტის გაზრდა. არ უნდა იყოს მთლიანად მორჩილი მერიასთან და რეალურად მე რასაც ვფიქრობ, უნდა იყოს მერიასა და საკრებულოს შორის უნდა იყოს ძალაუფლების შტოების ბალანსი და კონტროლი. ეს არის იდეალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ პირველ რიგში რაზეც ვამბობთ კორუფცია, ეს ყველაფერი იყოს გაკონტროლებადი. რაც უფრო მეტი პარტია იქნება ხელისუფლებაში და მმართველობაში ჩართული, მით უკეთესი არის. უნდა იყოს მუშაობა ერთმანეთთან და რა თქმა უნდა ნებისმიერ ადამიანთან მინიმუმ ერთხელმანაც თვეში უნდა იყოს მოსახლეობასთან შეხვედრა. ნებისმიერ ადამიანთან განურჩევლად პოლიტიკური იდეოლოგიისა. დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს ყველაფრის, ანუ მუნიციპალიტეტი ითხოვს ზემდგომისგან, რომ აი რა შეუძლია მას. იმის მიხედვით მოაქვს ის ქონება, ის მიწა, ის ყველაფერი. ჩვენ შევეცდებით, რომ დავძრათ ეს ყველა გრძელვადიანი პროექტი. რაღაც საფუძველი ჩაეყაროს, რაღაც ბაზა შევქმნათ ყველაფერი, რომ პრიორიტეტების მიხედვით. პრიორიტეტი ნომერი პირველი ჩემთვის იყო და იქნება განათლება. ოზურგეთში იყო ჯავახიშვილის ფილიალი. აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ეს ფილიალი დაბრუნდეს. აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ბეჭდვითი მედია და ტელემედია იყოს გამართული და არ იყოს მარტო თქვენ, იყოს სხვაებიც, იყოს კონკურენცია და არ შეეშინდეს ჟურნალის, ოპერატორს, ქუჩაში გასვლა, გადაღება. პლუს სოფლის მეურნეობაში იქნება ეს კიდე ნახტომები, იქნება ტურიზმი, ეს იქნება ახალგაზრდების დასაქმების პროგრამები იქნება. მთავრობამ უნდა დაეხმაროს ამ ხალხს და სოფლის მეურნეობაში უნდა ჩადოს, დიდი თანხები უნდა ჩადოს სოფლის მეურნეობაში, რომ სოფელი ფეხზე გამართოს. თხილი რომ მოაშენა ხალხმა, ფაროსანა შემოესია, ფასი რომ მაღალი ქონდა, ფასი დავარდა. ამას ხან ხელოვნურად აკეთებენ თუ როგორ ხდება, მე მაგაზე ვერ გაგცემ ზუსტად პასუხს, მაგრამ ვიცი რომ როცა თხილს ფასი ქონდა, ახალგაზრდობა მოიბრუნა პირი სოფლისკენ და თვითონ ამუშავდა, მთელი ახალგაზრდობა მუშაობდა. და როცა სოფელში გაიხსნება გადამამუშავებელი ციტრუსის ქარხანა გაიხსნება და გლეხი მიიტანს იქ თავის მოსავალს და აიღებს, უკვე გლეხსაც მოუბრუნდება და ყველას მოუბრუნდება. ამიტომ ესაა მთავარი